სოფელ დირბში, საოკუპაციო ხაზთან, თექის პატარა საწარმოა, სადაც ქართული ფაჩუჩი იქმნება. პაპის ავტოფარეხი დეიდამ და დისშვილმა ხელსაქმისთვის გადააკეთეს. ნათია ქვრივიშვილი და ელენე ბლიაძე წლებია ქართული მატყლისგან ფერად, ნაფერებ ფაჩუჩებს ამზადებენ. რაღაცა რომ მოგწონს ძალიან ხო ვცდილობთ რა ესე მოვეფერო და ხელი გადაუსვათ ხო ასია რაც უფრო ხშირად უსვებთ ადამიანს თავზე ხელს იგი ამით უფრო მეტ სიყვარულს გამოვხატავთ ეხლა წარმოიდგინეთ ამდენს რო ვეფერებით ჩვენ ფაჩუჩებს სიყვარულით რო ვაკეთებ საქმეს მე იქიდანაც რაღაც სხვანაირ ენერგიას იღებ და უფრო ბედნიერი ხარ ამით კოვიდის პერიოდში ისე იყო, რომ სახლში ჩავიკეტეთ, ბევრი საქმე არაფერი არ მქონდა და ერთ-ერთ სოციალურ ჯგუფში მომიდა რომ დაგვედო ფაჩუჩები და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. არ ველოდის თუ ესეთი ინტერესი გამოიწვევდა და მოხდეს შეკვეთები. და მე აღმოჩნდა რომ აბაზანაში პატარა ფარტი იყო მე და დეიდა ერთად ვერ ვაკეთებდით, ხან ერთი, ხან მეორე და გახდა საჭიროება რომ გქონოდა სახელოსნო. პაპას უნდა რომ ყოფილიყო ამ ადგილზე თავისთვის სახელოსნო, პაპასაც ხელსაქმე რაღაცა აკეთებდა ხოლმე რაღაცებს და მე ესე აღმოჩნდა რომ ჩვენთან ბევრჯერ გქონს ხოლმე აი პაპას რაღაცა ცხელი იყოს და რომ ნახოს რომ აქ ვარდლა გვაქვს სახელოსნო და თან ძალიან გული მწყდება რომ ვერ ნახა ეს გაკეთებული პროფესიით ფიზიკა-მათემატიკოსის სიყვარული ხელსაქმისადმი ქარგვით დაიწყო. შემდეგ იყო ომი, რომელმაც ოჯახი აიძულა დროებით ქარელი დაეტოვებინათ და თბილისში დაბინავებულიყვნენ. სწორედ აქ ისწავლა ნათია ქვრივიშვილმა მატყლზე მუშაობა, ასწავლა დისშვილს და ასე იქცა დევნილობაში ნასწავლი საქმე პროფესია. თავიდან ცოტა ისე იყო, რომ პატარა ვიყავი და ისე კარგად არ გამომდიოდა. მე უკვე ხელში დავხვეწეთ და ისე ახლა ვამბობ ხოლმე რომ თერაპია, ესე თან სასიამოვნოდ ვიღლებით. პირველ რიგში მოსწონთ ხოლმე რომ ქართულია. როცა უნდათ რომ რაიმე ისეთ განსაკუთრებული საჩუქარი აჩუქონ, ქართულია, არ არის მარტო დეკორაცია, გამოყენებითი ფუნქციაც აქვს და ვამბობ ხოლმე რომ ესე ზრუნვას ჩუქნი, ფაჩუჩს რო ჩუქნი და სითბოს ჩუქნი, იმიტომ რომ ძალიან უნდა ჩაიცვა ფაჩუჩი, რომ მიხვდა როგორი სასიამოვნო სახმარია. თექაზე მუშაობას სოფლის მაცხოვრებლები იშვიათად, მაგრამ მაინც სწავლობენ. ხელსაქმისთვის მეტი დრო ზაფხულშია, როდესაც არდადეგები იწყება. წლის დანარჩენ დროს ნათია და ელენე მარტო მუშაობენ. ესენი უფროს კლასელები არიან თან და დაკავებულები არიან, კარგად სწავლობენ სკოლაშიც და დრო უფრო ნაკლები რჩება და ზაფხულის პერიოდი უფრო ისეთი პერიოდია, უფრო თავისუფლები არიან და აი იმ დროს მუშაობთ ხოლმე ერთად. ვინც მოვა და ჩაერთობა ამ პროცესში, მე უკვე ინტერესი საკმაოდ დიდი აქვს და დიდ სიამოვნებას იღებენ აი ამ საქმისგან. ეხლა რომ ფიქრობ ხოლმე ეს საქმე სულ ჩემს გვერდით იყო. და ესე სერიოზულად არ უყურებდით, რომ შეიძლება ეს საქმე ესე გვეკეთებინა. ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე, რომ ცხოვრებამ ისე მოაწყო, რომ ისე ვაქვარ, ფაჩუჩი იქცა მთავარ საქმე და არ ვიფიქრებდი, მე როცა ამ ბავშვების ტოლი ვიყავი, რომ ფაჩუჩი და თექა იქნებოდა ჩემი ძირითადი საქმიანობა. ფაჩუჩები მრავალფეროვანია, სხვადასხვა გაფორმებით. დამზადების პროცესი კი სასიამოვნო, მაგრამ შრომადევადი, მრავალეტაპიანია და ადამიანისგან სიყვარულს მოითხოვს. ჯერ უნდა გამოვჭათ თარგი და იმ თარგზე მე ხდება უკვე დაფენა მატყლისა. იფინება 8 ფენად, შემდეგ სველი წესით ვაკეთებთ ჩვენ, სარიცხის საფნის დახმარებით და ცხელი წყლით, ხდება უკვე გადაკვრა და იწყება უკვე მოთელის პროცესი. როცა უკვე შევატყობთ რომ ის მოითელა, ხდება ამისი გაჭრა, თარგის ამოღება და უკვე ხელში ვამუშავებთ. შემდეგ გვაქვს ჩვენ ყალიბები, აი ამ ყალიბს ვაცმევთ რომ ფორმა მივცეთ ფაჩუჩს. ვრეცხავთ, გარეცხვის შემდეგ ისევ ყალიბზე მივცემთ ფორმას და ბოლო ეტაპია უკვე ჩამოვკიდებთ რომ დაიწუროს. ნათიას დიდი სურვილი და მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადგილობრივს შეასწავლოს თექაზე მუშაობა. იმედოვნებს, რომ მომავალში სხვა ქალებიც ისევე გამოიყენებენ ამ ცოდნას, როგორც ეს მან და ელენემ შეძლეს. უწყლო სოფელი გვაქვს. მეზობელ სოფლებში მიდიან
და იქ არიან დასაქმებულები. აი ბუნებრივია, რაც უფრო მეტი რაღაცა საწარმო იქნება, სადაც დასაქმდება, არა აქვს მნიშვნელობა ქალიც, კაციც უკეთესია და ეხლა ჩემ გოგოებს რო უყურებ, აი რაღაც სურვილი მაქვს ძალიან დიდი, რომ აი შემდეგ სკოლას რო დაამთავრებენ, ისეთი აიწყონ, ისეთი ცხოვრება ქონდეთ, რომ სადღაც შეიძლება ვერ დასაქმდნენ, მაგრამ აი ჩვენსავით გამოიყენონ ეს აქ ნასწავლი ცოდნა. მე ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს. და იმ გარემოში ვარ, სადაც ყველა გვიყვარს.